დოდო აპირებდა მერაბ კოსტავაძე ფილმი გადაიღო. მაგრამ შემდეგ მოხდა ესეთი ფაქტი, რომ გოგა ხაინალები, რომელიც ამ ფილმში უნდა გამოყენებულიყო, მიითვისა, ასე ვთქვა და ედავებით მას ამ მასალების მითვისებას. უფრო კონკრეტულად რო გითხრათ ამ თემასთან დაკავშირებით. ხო, ესე იგი პირველი ნაწილი სწორია. ესე იგი დოდო აპირებდა ეს ფილმი გადაეღო. მაშინ, როდესაც საქართველოში იყო ნამდვილი ხელისუფლება, ხალხის მიერ არჩეული, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იყო. მერე ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ედუარდ შევარდნაძის თამადობით საქართველოს მთავარმა ნაძირალებმა მოაწყეს სახელმწიფო გადატრიალება. ხო, ეხლა შეიძლება თქვენთვის სასაცილოა იცით, ხო, რას მჟუტურებს ეს კაცი? აი ჩვენ აქ ცხოვრობთ 20 წელია, არც ერთი თქვენგანი მგონი 20 წელზე დიდი არა, აი თქვენს გარდა ყველა სადაც მაგ ფარგლებში ხართ, არც გაგიგიათ არაფერი, არც გინდათ, იმიტომ რომ დემოკრატიაა და მიდი მოვდივარ. ესე იგი, პედერასტი გინდა რომ გახდე, გახდები. ლესბოსელი გინდა, გახდები. ინგლისურად იმღერებ და ქართულს დაივიწყებ, ცხადია. ასეთია ახლა ეს ქვეყანა, ხო? და თქვენ თუ აგვიძებით რომ მოვიდე ეს ახალი ხელისუფლება, ედავება ხალხს, ედავება რაღაცებს, ედავება და ეს დავა არ ცილდება 9 წელს. რატო 9 წლის წინ მოვიდა სააკაშვილი? თითქოს სააკაშვილთან ყველა იყოს ფციანი ანგელოზები. სააკაშვილს ყავს მის გარემოცვაში არიან ავტომატიანი ბანდიტები. გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი. ესე იგი, ბანდიტები არიან ესენი და ამათ რატო არ ავთხოვთ იმას, რაც მანამდე რაც ჩაიძინეს? ხო საინტერესოა. ვინ გამაგდო მე მაგალითად საქართველოსა? მე გამაძევეს უკან მომდებდნენ ავტომატებით, რო წავედი აქედან. ხო და ის ავტომატები ამათ არ ეჭირათ. ხო, ესე იგი, რატომ არ გაინტერესებთ? ესე იგი, აი დასვით თქვენ კითხვა ჟურნალისტებმა. აი ამ ხალხს რო ედავებით, რომ ეხლა იქ თურმე ბენზინი მისცა, ბენზინი მიცეს იმას, რა ქვია, ჯარიდან, ჯარისთვის გამოყოფილი ბენზინი მიცეს ნაციონალებს. ხო, რა დიდი დანაშაულია. და ის არაფერია, რომ ზუგდიდის სამეგრელოს ტყეებში მოკლეს საქართველოს პირველი პრეზიდენტი. იმიტომ პირველია, იმიტომ რომ ნოე ჟორდანია მთავრობის თავმჯდომარე იყო, მაგრამ პრეზიდენტი არ ყოფილა. აი სახალხოდ არჩეული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს სამეგრელოს ტყეებში და ამას არავინ არ იკვლევს. არავინ არ იკვლევს. ბატონო გურამ, როგორ მოხდა? უკაცრავად ქრონომეტრაში ვარ შეზღუდული და იქნებ კონკრეტულად ამ პრობლემაზე გადავიდეთ, რაზეც ფილმთან დაკავშირებით. გადავალთ, კი ბატონო, აი ზოდო გადმოვა ეხლა თქვენთან. შენ გაიწყე. აი მე გადმოვალ ფილმთან მე უყეთვი. აი თქვენ რატომღაც მოგეჩვენათ, რომ მე ზედმეტი ვილაპარაკე, დროში ვარ შეზღუდული. რატო ხართ მე შეზღუდული? რატომ არ? კი არ ვაპირებდი და 80% მაქვს გადაღებული, ციმბირიც მოვლილი მაქვს მე. და ეს ის პერიოდი იყო მართალი 91-12 წლები და 12-ში რაც მოხდა რა მოვლენებიც ყველამ კარგად იცის, ძველმაც და ახალმა თაობამაც. და ამის გამო მე მქონდა ზეწოლა მაშინ რომ ფილმი უნდა გაკეთებულიყო. ის პერიოდი იყო ასე რომ ზვიადი არის ბნელი, წერტილი მერაბ კოსტავანათელი. თუ ასე არ გავაკეთებდი ფილმს და მაშინ ის მაინც უნდა გაკეთებულიყო, ასეთ შემოთავაზებები მქონდა მე. სხვათა შორის აი ამ შენობაში, ეს ჩემი მშობლიური შენობაა. აქ კეთდებოდა ეგ ფილმები. აქ იყო 18 წელი ვიმუშავე ამ შენობაში.
მაშინ ზვიადზე საერთოდ არაფერი არ უნდა ხსენებულიყო ზვიადის სახელი, გაკეთებულიყო მერაბ კოსტავაძე, რაც რა თქმა უნდა, ვინც ცოტა ისეთ საღი აზრის არის, დამეთანხმება, რომ როცა შეხების წერტილი აქვს ორ ადამიანს, ერთზე ცოტათი მაინც ხო უნდა ითქვას და მით უმეტეს მათზე ერთი არის თუ კეთდება ფილმი, ორზე წითელ ზოლივით. ასე იყო, თუსე იყო, არ დავეთანხმე, ეს გახდა მიზეზი. ჯერ კიდე შევარნაძის პერიოდში მანანა შევარნაძე იყო მაშინ აქ დირექტორი. გამიშვეს, რომ ვერ დამითანხმეს და ვერ გააკეთეს ეს და გამიშვეს სამსახურიდან და 2003 წელში საერთოდ დახურეს ტელეფილმები. ეს ყველაფერი დაკონსერვდა, მე ბევრი ვეცადე რომ დამეკონსერვებია. გადის წლები, სპონსორი რა თქმა უნდა ვეღარ ვიშოვე, იმიტომ რომ ეროვნული გამო სპონსორობას არავინ არ გაწევდა, ეს ფაქტია. და ვარ მე ამ ზაფხულს ამ შემოდგომაზე რაჭაში და იქიდან გულშემატკივარი მირეკავს რომ გოგა ხაინდრავა გამოდიოდა ტელევიზიით, ლაპარაკობდა მერაბ კოსტავაზე ფილმთან დაკავშირებით, აპირებს ფილმის თქვა რომ ვაპირებ ფილმის გადაღებას და ციმბირის კადრებზეც მიმიწვდება ხელიო და იციან რომ მე მხოლოდ მე მაქვს ეს კადრები ციმბირისა. და რა შვებიო შენო ესეთი რაღაცა ხდება, დავრეკე სადაც საჭირო იყო ვისთანაც სფირი არის აქ კომიტეტში შენახული. გავაფრთხილეს ძალიან მკაცრად და სასტიკად, რომ ჩემს გარეშე თუ მოხდება იმ ფილმის გაღება, მე აუცილებლად მიმართავ სადაც საჭიროა იქ და ჯერჯერობით შეჩერდა მე მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმშიც მივედი, ვიკითხე რა ხდებოდა. იქაც მისულა გოგა ხაინდრავა. არ შეუშვიათ თვითონ გოგა, შეუგზავნია წარმომადგენელი, სამწუხაროდ ამ წუთში ქალბატონის სახელი და გვარი არ მაგონდება, ვინც შეგზავნეს. და იქ უარი მიუღია, რა თქმა უნდა, ჩემ მასალაზე ისინი ვერაფერს ეტყოდნენ, მაგრამ იქიდანაც მასალა არ მიუციათ და მე უბრალოდ მინდოდა გაჟღერება გაზეთში რომ მივიტანე წერილები არ დამიბეჭდეს. იგივე ასავალ-დასავალმა არ დამიბეჭდა. ჩვენ გოგა ხაინდრავას დიდ პატივს ვცემთო და ამას ვერ დავბეჭდავთო, ზუსტად ასე მიპასუხეს. არ დამიბეჭდეს წერილი, თუნდაც ახლა წერილი არ ყვა აუცილებელი, როგორც აქვთ მაგათ ინტერვიუ აეღოთ და მე თქვა, რომ უბრალოდ გამეჟღერებია, რომ ვარსებობ კოკოჩაშვილისა და იმ დროინდელი ჩემი ადმინისტრაციის აღიარებით, მასალა არის საკმაოდ ძალიან კარგი, მე მოვიპოვე ეს მასალები და არავითარ შემთხვევაში არა ვარ დამთმობი და მით უმეტეს გოგა ხაინდრავასთვის. და თავად დაუკავშირდით? არ დაუკავშირდი, არც ვაპირებ, არც მაინტერესებს, არ მინდა გოგასთან არავითარი ურთიერთობა. გოგას არ აქვს არანაირი მორალური უფლება. გააკეთოს იმან კიტოვანზე, შევარდნაძეზე, ვიღაცებზე, ვისაც იმ პერიოდში ემსახურებოდა. არ აქვს არავითარი მორალური უფლება იმან რომ გააკეთოს მერაბ კოსტავაზე ფილმი. ციმბირის კადრების წაღება უნდა და როგორ? შეიძლება სხვა კადრებისაც, მაგრამ განსაკუთრებულად ციმბირის კადრებზე იყო ის და ის ციმბირის კადრები არის მართლა უნიკალური კადრები არის. აი ვინც ბოლოს მერაბ კოსტავას მოუწყო პროვოკაცია, რომ ვერაფერი მოუხერხეს ვერანაირად და ბოლოს მოუწყო კვიტოქში იყო თავისუფალ გასახლებაში, რჩებოდა რამდენიმე თვე და მოუწყეს რომ უკან შეებრუნებიათ. ეს ცნობილი ფაქტი არის. კლინგი ასეთი იმ სოფლის მილიციის თუ მაშინ მილიცია იყო, მილიციის უფროსმა აი ეს კლინგი ერთი კვირა უთვალთვალეთ და როგორღაც მოვახერხეთ და ჩავიწერეთ მისი ინტერვიუც კი. ძალიან უნიკალური კადრები მაქვს მე ნამდვილად ციმბირის და ეს კადრები არ გამოუყენებია ხო ჯერ? არა, არ გამოუყენებია, რატომ არ ვიცი, შეიძლება ეს ჩემი გაჟღერებული ის იქაც აქაც შეიძლება მივიდა თუ რაღაც არ ვიცი, მაგრამ რო არ გამოუყენებია, თუ გამოიყენებდა რაღა აზრი აქვს მერე და ამიტომ მინდოდა მე გამეჟღერებია რომ არც ეცადოს. ვაპირებ, თუ კი სპონსორი გამომიჩნდება და ალბათ იქნებ გამოჩნდეს ახლა სულაც ეხარ. მიმართეთ ვინმე სამის თავად. არა, ჯერ არ მიმართავს. არა, ჯერ არ და რა დარჩა? არავისთვის არ მიმართავს და აი ახლა ეს კადრები თუ გაჟღერდება და გაშუქდება ისე როგორც საჭირო არის, მიმართავდა იქნებ ვინ გამოჩნდეს ვინმე, ვინც ისურვებს მერაბ კოსტავაზე ფილმის რომ დასრულდეს. რა დაასრულებს ფილმს? ანუ რა დაგჩათ, რა ეტაპი? დარჩა აი ორ სერიანი ფილმი იყო ჩაშვებული, 80% ფილმისა გადაღებულია. მე გარე კადრი იმაზე დავდიოდი მივლინებებში, იმიტომ რომ არქივი არ გადამიღია მაშინ. კგბ-ს არქივი
და დანარჩენი გადაღებული არა, ძალიან ბევრი ინტერვიუები საქართველოს მოვლილი მაქვს, ციმბირიც მოვლილი მაქვს. მერაბ კოსტავას დედასთან, ახლობლებთან ინტერვიუები. ახლა ცოცხლები აღარ არიან მერაბის ყოფილი მუსიკის თუ იმის მასწავლებლები. მაქვს კარგი მდიდარი დიდი მასალა და იმ გადასვენებას, ზვიადის დაკრძალვას თლიანად თავიდან ბოლომდე მე დამევალა სტუდიიდან როგორც რეჟისორს 8 ოპერატორი მომამაგრეს და ისინიც მე გადავიღე და მე მაქვს ის მასალები რომელსაც გამოიყენებ რომელიც აუცილებლად რა თქმა უნდა ახლა ისე სხვანაირად უნებრივად დოკუმენტური ფილმი იქნება დოკუმენტური ორსერიანი ფილმი იყო ჩაშვებული თუ გამოჩნდება ვინმე მსურველი და ასეთი ეროვნული იმის აღმოჩნდება ფილმი ძირითადად არის ხოლო არის რა თქმა უნდა ფირზე მაგრამ შეიძლება ახლა ამ ფირიდან გადატანა და ნეგატივებიც არსებობს აი ეს არის სულ ამ ფილმთან დაკავშირებით რომელიც ჯერ არ უნახავს არავის ბატონო ეს კადრებზე გეუბნებით ან უნიკალური კადრებია თქო ეს ნახა მერაბ კოკოჩაშვილმა და მაშინდელმა მთავარმა რედაქტორმა სოსო კორინთელმა რომელიც ცოცხალი აღარ არის ადმინისტრაციამ და ჩასაფრებულის პოზიციიდან მთელი აი ეს ადგილია მე მგონი იყო საპროექციო და რა მაინტერესებს აი ძალიან ბევრჯერ გამოსულა ეხა ზაფხულის განმავლობაში და ამბობს რომ ამ ფილმის გადაღებას აპირებს სადაც გამოიყენებს ესეთ კადრებს ხო ხაინდრავ თქვენთან დაკავშირებით ცდელობა არ ქონია პირადად თქო თქვენ ხარ იმან თქვა რომ მე ვიცი სადაც არის ეს კადრები და გამოვიყენებ ამ კადრებს მაგრამ ჩემთან თვითონ არა და მე არ მსურს მასთან თუ ახლა თვითონ ისურებს და მოვა დაველაპარაკები რა თქმა უნდა მაგრამ მასთან რო შემომთავაზოს ახლა ვიღაცამ ესეთ კითხვა დამისვა არავითარ შემთხვევაში მასთან ერთად რო აწი გავაგრძელ არავითარ შემთხვევაში. აი აქვს თუ არა უფლება სადინახება ამჟამად ის კადრები და არა უფლება ვინმე გამოიყენოს საერთოდ. ვიცი ხო? ეს არის ტელევიზიის პირველი არხის საკუთრება. ოქროს ფონდში ინახება ხო? ხო, პირველი არხის საკუთრება რა თქმა უნდა, მაგრამ მე რახან მე 20 წელი მაგ ფილმის გულისთვის დავკარგე. მთელი ჩემი ცხოვრება, ყველაზე საუკეთესო წლები. იმიტომ რომ არ გავამრუდე ისტორია და ზვიადი და მერაბი ამ ფილმით არ დავაპირისპირე. და ამის გამო ვიყავი მე დევნილი, ჩემიო სამშობლოში და რა თქმა უნდა ახლა მე ჩემი მთელი სიცოცხლის ფასად არ დავთმობ. და დავასრულებთ მასზე მუშაობა. დავასრულებთ, რა თქმა უნდა, ახლა ვეცდები რომ სპონსორი გამონახო, მოვძებნო, გავახმიანო და აი ამ ფილმითაც თუ ვინმე მოისმენს და გაუჩნდება კიდევ ერთხელ ვიმეორებ სურვილი რომ ეს ფილმი დამასრულებინოს, რა თქმა უნდა დავასრულებ. დავასრულებ. თუ შემეცხარის მეორე რეჟისორი ვარ, მე ბევრ ფილმებზე ვარ ნამუშევარი. ძალიან აი აქ რა ვიცი, აბა აქ ახლა თქვენ ხო, მაგრამ მაშინ სხვანაირი სიცოცხლეს ჩქებთ. თელ ცოტა ისეთი ის იყო აქტიური ცხოვრება. და როდის გაიგეთ თქვენ რომ მე ამ ზაფხულს გავიგე. დამირეკეს რაჭაში ვიყავი ჩემს სოფელში. ამ ზაფხულს გავიგე, დაახლოებით იყო სექტემბერი ალბათ. აგვისტოს ბოლო სექტემბერი. და თქვენ რატო არ ცდილობთ თქო დაუკავშირდეთ და არ მსურს მეთქი, უბრალოდ არ მინდა. არა, რატომ უნდა არ მინდა, მე რატო უნდა დაუკავშირდე? თვითონ თუ სურვილი აქვს, თვითონ დამიკავშირდეს და მიიღებს პასუხს. ტაქტიანად არავითარი ზედმეტი რაღაცებით. მე ვიცი მაგისი წარსული ძალიან კარგად ვიცი და ძალიან ბევრის კიდევ დღეს რაც უბედურებაა ჭირ საქართველოს და მაშინდელი პირველი ტყვია რო გავარ და ისე ვისტრიალებს დღეს. ასე რომ ბადლობა. ვშირდები თუ გოგა ხაინდრავას. ესე ამ გადასახედიდან ცხადია ისე ჩანს რომ გოგა ხაინდრავა ცხადია დიდი დემოკრატია ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელი და ასე შემდეგ რაღაცა მე მრჩება ისეთი საბაჟილება რომ გოგა ხაინდრავას აქვს ერთი პოსტი მინისტრის პოსტი აქვს აი დაბევებული იცვლება ირგვლივ ყველა მთავრობაში გოგა ხაინდრავა რჩება ასე იყო ესე იგი შევარნაძის დროს მერე შევარნაძე რო წავიდა გოგა ხაინდრავა მოვიდა და არხეინად დაჯდა მინისტრად სააკაშვილთან სააკაშვილი წავიდა პატარკაცშვილი მოდიოდა პატარკაცი იქაც ყველას მარჯვენა ხელია ესე იგი რატო ვარ ჩვენ წინააღმდეგი მეც რატო ვარ წინააღმდეგი
მე არ ვიცი თქვენ რამდენად იცნობთ საქართველოს ახალ ისტორიას. ცოტა ისე გეღიმებათ თქვენ ახლა გახსენდებათ ჩემი ტელეკადრები, სადაც მე ვამბობ მოგელანდებით მე გაცილებით უფრო დიდი ვარ, ვიდრე მოგელანდებით. მე ვარ საქართველოს საუკეთესო, არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში ვარ მეზღაპრე. საუკეთესო. და ეს მრავალჯერ არის დადასტურებული. მე ვარ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი, საუკეთესო პუბლიცისტი. მარიკა აბაიშვილმა, რომელიც ჩვენი ის იყო, რედაქტორი იყო საქართველოს რესპუბლიკის, ასე გამოხატა, რომ მე ორი პუბლიცისტი ვიცი ამ საუკუნეშიო. დასაწყისში იყო ილია ჭავჭავაძე და ბოლოში იყო გურამ პეტრიაშვილიო. თქვენ თუ არ წაიკითხავთ ჩემი რაც დამიწერია, ხო? გაგეცინებათ სულ ისე შემხედავთ, იმიტომ არაფერი მაქვს მე. გოგა ხაინდრავასავით არა მაქვს დიდი სასახლე აშენებული აფხაზეთიდან მოპარული. არა მაქვს, ესე იგი, არავითარი შემოსავალი ერთი გადმომიგდეს, რო არ მოეცათ, ჩემთვის ალბათ იქნებოდა უცნაური მომწეს. მე ხო ვიყავი უზენაესი საბჭოს წევრი და ამის პენსია მაქვს 560 თუ 40 ლარი. ხო, ეს რო არ მოეცათ, მაშინ სხვებისთვისაც არ უნდა მიეცათ და ამიტომ მომწეს. მე არაფერი არ მაქვს. გარდა იმისა, რომ ვარ კარგი მწერალი და ყველას უნდა რომ ჩემი წიგნი გამოსცეს. ეხლა რა მინდა თქვენ გითხრათ? ცხადია ზვიადსა და მერაბს შორის ცდილობდნენ დაპირისპირება რო ჩამოვარდნილიყო, ამას აპირებდნენ მერაბის სიცოცხლეშიც, მაგრამ ვერ გამოუვიდათ, იმიტომ რომ მერაბმა თქვა თუ კი როდესმე მართლა მოახერხებენ რომ ჩემსა და ზვიადს შორის დაპირისპირება გამოიწვიონ, მე ვიტყვი რომ მეგობრობა არ არსებობსო. ესენი იყვნენ ყველაზე კაი მეგობრები, რაც მე მინახავს. და ეხლა გოგა ხაინდრავას არაფერი სხვა ამოცანა არ ექნება, გარდა იმისა, რომ რამენაირად ისე გადაიღოს ეს ყველაფერი, რომ ვითომ არა ყოფილა ერთი კომენტარი. ვითომ არა ყოფილა, ხო, ეხლა გინდა, მოდი. აი ამასთან დაკავშირებით გამომრჩა მე დღეს დამირეკეს და გუშინ რომელღაცა არხით სამწუხაროდ აღარ მახსოვს არხი რომელი მითხრა გამოსულა გოგა ხაინდრავა ეკითხებოდნენ მერაბ კოსტავას ფილმზე ისევ გადაღებასთან დაკავშირებით აღარ უხსენებია რომ ციმბირის კადრები ვიცი სად არის და ავიღებ რაღაცა, მაგრამ რაც მთავარია ის უთქვამს გამომრჩა მე რომ მეთქვა რომ ზვიადი და მერაბი მცდარი აზრია ხალხში რომ იყვნენ რაღაცა ასეთ საუკეთესო მეგობრები, ასეთი რაღაცები არა. მერაბი იყო აბსოლუტურად სხვა მიმართულების, ზვიადი იყო სხვა, მაინც არის შლის იგივეს. და როგორ შეიძლება მაგან ეგ ფილმი გააკეთოს? ეგ დაამახინჯებს ისტორიას. საშვილიშვილოთ და რა თქმა უნდა მეგობრობა შეატრიალოს და ანუ მტრებოც. რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მე გოგა რასაც მე მთხოვდნენ. გააკეთებს იმას. გააკეთებს მერაბზე ფილმსა და იქ ქვეტექსტით წავა ის რომ ზვიადი ბევრი არაფერი არ იყო ან რაღაც იყო და მერაბი იყო ყველაფერი და არ შეიძლება ემათი დაპირისპირება. ისინი იყვნენ რაღაც განუყოფელი. თავად დედისგან მე ხო ინტერვიუები აღებული მაქვს ყველასგან. თავად დედა როცა ამბობს და თავად მერაბმა რომ თქვა 50 წლის თავი რომ იყო იქ ახალი გამოსული რომ იყო ციხიდან 90 წელს უნივერსიტეტში რომ მოხდა შეხვედრა, იქ თქვა რომ ძალიან ცდილობენ, მაგრამ ვერ დაგვაშორებენ ჩვენ ისეთი მეგობრობა გვაკავშირებს, ეს თქვა მერაბმა. და დედამ თქვა რომ ასე მითხრა მე ერთხელ მერაბმაო, დედა არ გეწყინოს. მე მაქვს ინტერვიუში ეს მისი ხმით ჩაწერილი. დედა არ გეწყინოს, ჯერ ღმერთი მიყვარს ამ ქვეყანაზე, მერე ზვიადი და მერე შენო. და ამ ორი მეგობრის დაშორება შეიძლება, არ შეიძლება. თქვენ ეს გოგა ხაინდრავას ინტერესი არის,
რომ ესეთი დაპირისპირო არ გოგა ხაინდრავას იმიტომ რომ არ ვიცი შეგნებულად არ ვიცი მართლა ასე გონია და ასეთი მიმართულებით მიდის არის ადამიანი რომელსაც ვერაფრით ვერ გააგებინებ რომ მე ხო გქონიათ შემთხვევა რომ ვიღაცას რაღაცის და უმტკიცებ და ვერ უმტკიცებ შენ სიმართლეს არ არის ესე რომ იმას რაღაც უცნაურად გონია რომ არა ის არის მართალი მე არ დავაბრალებ მე არ ვიცი ახლა გოგას პიროვნულად არ ვიცნობ შეხვედრები არ მქონია რატო და რისთვის აკეთებს ამას რა მიზნით და რა მიმართულებით ფაქტია რომ მე დავამატე მე ვიცი რატომაც აკეთებს საქმე იმაშია რომ ბევრ ადამიანს უნდა რომ დაავიწყონ საერთოდ საქართველოს ზვიად გამსახურდია რატო იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია ამბობდა ხო კარგად რო გაიცინებთ მე მითხარით და მე განვაგრძო ზვიად გამსახურდია იყო კაცი რომელსაც რაც ახლა ხდება საქართველოში ეს არაფერი არ უნდოდა ზვიად გამსახურდია ამბობდა როდესაც ჩვენ ხომ მივანიჭეთ რუსის ჯარს ოკუპანტის სტატუსი ეს მოხდა 91 წლის სექტემბერში ზვიადი ამბობდა მალე გავყრით რუსებს ჩავატარებთ დიდ ინვენტარიზაციას და მე ვიფიქრებთ როგორ გავანაწილოთ ეს სიმდიდრეო საერთოდ უნდა იცოდეთ რომ ის რამაც გამოიწვია ახლა საქართველოში ეს დაწებული კაპიტალიზმი ეს მიჩნეულია მსოფლიო პატიოსანი ეკონომისტების მიერ დედამიწაზე ყველაზე უფრო დიდ ძარცვა გლეჯად ის რაც შექმნა საბჭოთა კავშირის ერებმა რაც შექმნეს ეს სიმდიდრე უცებ აღმოჩნდა რამდენიმე კაცის ხელში და გაჩნდნენ როგორც შეკვეთილი გაჩნდნენ მილიარდერები მილიონერები და ასე შემდეგ და ამასთანავე ძირითადი მოსახლეობა დარჩა ღატაკი თქვენ ალბათ ყოველ დღე უყურებთ ტელევიზორში მე გთხოვთ კარგად დაფიქრდეთ რას ნიშნავს ეს კადრები როდესაც ქალები კაცები ამბობენ რომ მათ არ აქვს არც ერთი თავ შესაფარი არ აქვს ვერ არ შეუძლიათ ღამე გააციონ წესიერად და ხან ერთ სახლში შევარდებიან ხან მეორეში როგორ ხდება კაცო რატომ არ აქვს ამათ არც ხელფასი არც ბინა არაფერი და რატომ აქვს ყველაფერი სხვებს რატომ არის რატომ მოხდა ეს ვიაც არ უნდოდა და რო არ უნდოდა მაშინ არ მოინდომეს ზვიადი მსოფლიოს ძირითადმა ძალებმა კერძოდ ყველაზე დიდმა ნაბიჯვარმა დედამიწაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მოუწყეს ზვიადს მე არაფერს იმას არ ვაჭარბებ არა თქვა იმ ნადირალა ბუშმა არა თქვა რომ ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო რატო არ მიცურავდა არავინ დინების საწინააღმდეგოდ რატო იმიტომ რომ ზვიადი იდგა თავის ხალხთან ერთად მე მშიერი ქართველი არ მინდა ვნახო ამბობდა და მის დროს თუ გახსოვთ თქვენ გაიხსენეთ რომ ზვიადის დროს 91 წელს მოხდა ძალიან დიდი მიწისძვრა რომელსაც დაანგრია იმერეთი და რაჭა და ყველას მე მილაპარაკი ამ ადამიანებთან ყველას აღუდგინეს სახლები მაგალითად კიევში შემხვდა კაცი ქართველი კაცი შენ გურამი ხარო მე მითხარი კი მეთქი გაგახარათ ღმერთსმაო გადამყოლწნა ჩემი სახლი შეფასებულიაო აი დაანგრეული სახლიო შეფასებული იყო 40,000 დოლარათო და მე კაპიკი არ გადამიხლია ისი აღმიდგინა თქვენმა ხელისუფლებამო ეს აღუდგინა ვინ ზვიადმა ზვიადი არ იპარავდა ამიტომ ვერც ხვები იპარავდნენ და ცხადია რომ გოგა ხაინდრავას ბიოლოგიური სიძულვილი ექნება ზვიადისადმი იმიტომ რომ გოგა არის მისი საპირისპირო ადამიანი ყველგან ცდილობს რაღაცა გაძარცვოს ვინმე რო გაძარცვოს და ცხადია ზვიადი არ უყვარს იმას და მის ინტერესებში შედის რომ ზვიადი დაივიწყოს საქართველოს მაგრამ
თქვენ ყავთ ბებიები, ბაბუები, მშობლები, კითხეთ თქვენ მშობლებს, ესე იგი და ისინი გეტყვიან, რომ არ არის ეგრე, ზვიად გამსახურდია არ არის დასავიწყებელი კაცი. და რაც შეეხება იმას, რომ მერაბი იყო ყველაფერი და ზვიადი არ იყო, თვითონ მერაბისგან გამიგია მე. როდესაც რაღაცას ეკითხებოდნენ პოლიტიკაზე, მერაბი ამბობდა, მთელი პასუხისგებლობით ვამბობ. მერაბი ამბობდა, მე არა ვარ პოლიტიკოსი, თუ თქვენ ეგ საქმე გაინტერესებთ, კითხეთ ზვიად გამსახურდიასო. და ეხლა მე საკუთარ თავზე ლაპარაკი ძნელია, ცხადია, მაგრამ რომელმა თქვენგანმა იცის, მაგალითად რა კავშირში ვარ მე აი იმ მიწასთან, იმ მიწის ნაჭერთან, სადაც დასაფლავებულია მერაბ კოსტავა. იცით ვინმე? არ იცით. მოგელანდებითო ბევრჯერ გაჩვენეს. ყველანაირმა პუჩისტურმა ტელევიზიებმა გაჩვენეს რატო? იმიტომ რომ აი რა გიჟია, ნახე, ვის უთხარი მოგელანდებითო? თქვენ გითხარით, მე უთხარი ესა აი იმ ლაწირაკ ნაძირალებს, ეს იყო ირინა სარიშვილი, გურამ გეგეშიძე, ედუარდ შევარდნაძე და ასე შემდეგ, სიბუა და კიდოვანი. ხო, იმათ უთხარი მოგელანდებით, თორე ხალხს რას ვერჩოდი? ხალხს არ მოველანდებოდი. მე ვიყავი ძალიან ახლოს, არის ამის ფოტოები არსებობს, მაგალითად თუ მოძებნით ჯემალ კასრაძეს, ალბათ დაგითმობთ იმ ფოტოებს, რომელიც მას გადაღებული აქვს ვაგის პარკში, როგორ ავდგევარ მე იმასთან, რა ქვია, მიკროფონთან და აქეთ და იქით ზვიადი და მერაბი მისგას. მე ვიყავი ძალიან ახლოს ამ პიროვნებებთან და როდესაც გარდაიცვალა მერაბ კოსტავა, რომ მოკლეს, ესე იგი, მე ვიდექი მერაბ კოსტავას ეზოში და ზვიადმა გამომიგზავნა კაცი, ესე იგი, ნოდარი ქვია იმ კაცს და მე თუ საჭირო გახდა რა აღვიძგენ გვარსაც, ზვიადმა მითხრა, რომ წადი და შეარჩიე ცაწმინდაზე შეარჩიე მერაბის დასაფლავების ადგილიო. და ავედის მე და ეს კაცი ნოდარი მაღლა და ვიარე, ბევრი ვიარე ამ იმაში, რა ქვია. ხო და მე მგონი კაი ადგილი შევარჩიე იმის გვერდით, იაკობ გოგებაშვილის გვერდით არის მის საფლავი. ხო და ამან განსაზღვრა მე ალბათ ზვიადის საფლავით მერაბთან ახლოს რო ყოფილიყო. ხო, ესე იგი, მე მაქვს სრული უფლება ვთქვა, რომ მათი ერთობა, ზვიადისა და მერაბის ერთობა დადასტურებულია თუნდაც ლექსები ძმას ქრისტეს მიერ რომ იწერა მერაბმა ზვიადმა მისწერა წერილი ისა ლექსი რატო არ მითხრეს მე თუ არა ნუ რა არის ერთი და